ჩვენი მკითხველები მუდმივად გვიკავშირდებიან ხოლმე ჩვენს ინტერესებით სოციალური ქსელი ტელეფონებითაც ურეკავს და დღეს ერთ-ერთმა პედაგოგმა დამირეკა ხიდრიდან და მითხრა რომ აი გურიაში რომ არის სიტუაცია ზემო იმერეთში და ხარაგაულში არანაკლებია და რატო ეს თქვენ კი აშუქებთ მაგრამ რატომ ეს ტელევიზიით არ გადაიცემა და აი დიდი მადლობა ამ ჩართვის შესაძლებლობისთვის. ახლა გეტყვით რა სიტუაცია. ესე იგი მესამე დღეა ხარაგაულში გადაუღებლად თოვს. უკვე 2 მეტრამდეა თოვლის საფარი ეს მუნიციპალიტეტის ცენტრში და მაღალმთიან სოფლებში შესაძლოა უფრო მეტიც იყოს. ვერ ვიტყვით რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაჩერებულები არიან და არაფერს აკეთებენ. ჩვენ მათ მუდმივად უკავშირდებით და ვინტერესდებით რას და როგორ აკეთებენ. ამ დილით მივიღეთ ინფორმაცია მერის პირველი მოადგილისგან რომ 20 ტრაქტორის და 1 გრეიდერით ცდილობენ გზების გაწმენდას. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არის 79 სოფელი და ეს ტექნიკა საკმარისი სამწუხაროდ ვერ არის ამ სოფლებში მისასვლელი გზების გასაწმენდად. ჩვენს Facebook გვერდზე, ჩემი ხარაგაულის Facebook გვერდზეც რომ შევიდეს ნებისმიერი, იქ ჩვენ ვეკითხებით მკითხველებს და არაერთი და ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს კონკრეტულ სოფლებში რომ გაწმინდონ მათი სოფლების გზა. საუბნო გზებზე უკვე აღარ არის საუბარი რომ სოფლების ცენტრებამდე მივიდეს ეს გზები. ჩვენ სოფლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში უმეტესწილად ცხოვრობენ მოხუცები და ძალიან ბევრი არის დატოვებული სახლი. აი ზაფხულობით რომ ჩამოდიან და ამ სახლების მფლობელები რომ თქვა დედაქალაქში ან სხვა ქალაქებში არიან სამუშაოსთვის და საცხოვრებლად წასულები და ძირითადად ეს ადამიანები ითხოვენ რომ აი ვერ მივდივართ სოფლებში ვერ მივდივართ ჩემს სახლამდე ვერ მივდივარ რომ ჩემი სახლის სახურავი გადმოვთოვლო. და ჩვენთან ახლა იმერეთში ისეთი არის სახლის გადახურვა რომ აუცილებელია გადმოთოვლა. აი თავისით ვერ ჩამოვა თოვლის აუცილებელია და დაანგრეს სახლებს თუ ეს გადმოთოვლილი არ იქნება. ახლა გზების გაუწმენდელ გზებთან არის ძალიან ბევრი პრობლემა მიბმული და დაკავშირებული. მათ შორის სამედიცინო მომსახურების მიღება, ხო? იმიტომ რომ მოქალაქეები წერდნენ სოციალურ ქსელებში, რომ ვერ ხერხდება სამედიცინო ბრიგადების სახლამდე მისვლა სწორედ გზის გაუკვალოების გამო. დიახ, სასწრაფოს დახმარებით მანქანა სჭირდება აუცილებლად გაწმენდილი გზა რომ მივიდეს პაციენტამდე. ერთმა დაგვიწერა რომ სოფელ შემახალში ფეხმძიმე ხალი ყავს დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს და ხარაგაულელი ხალები იმშობიარობენ სხვა მუნიციპალიტეტებში. ხარაგაულის სამშობიაროს არ არის ესტახუნში უნდა წავიდეს და აუცილებლად ჭირდება. ხა მე მივწერე ამ საღამოს რომ გაიწმინდა თუ არა მათ სოფელში ეს გზა. ესე იგი რიგში აი როცა ურეკავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ დაგეგმილია თქვენ სოფელში გზის გაწმენდა. ეს დაგეგმვა საკმარისი არ არის, ეხლა ინტენსიური თოვლია. საბავშვოების სკოლებში სწავლა არის შეჩერებული ისევ აი ამ გზობის გამო, რომ მიკროავტობუსებით სკოლებამდე ვერ მიიყვანეს ბავშვები და ნუ გაუწმენდელ გზებში თვითონაც ვერ გადაადგილდებოდნენ. მიცვალებული ყავთ რამდენიმე სოფელში და არის აი რო გადაიღებს თოვლი მერე დაგზალავენ სასაფლაოზე ვერ მიდიან საფლავს ვერ ჭრიან. შორის ბუნებრივი აირი დღეს მხოლოდ ერთ სოფელში გაეთიშა და დროულად შეძლეს აღდგენა და ელექტროენერგია რამდენიმე სოფელში არ არის და სხვა შემთხვევაში მოკლედ ელექტროენერგია არაუს კარგად არის უმრავლეს სოფლებში არის და ყველაზე ძალიან გვიყვირს ხარაგაულელებს და არა მარტო ალბათ მატარებლები არის გაჩერებული და არ გვახსოვს ახლა მართალია დიდი თოვლია მაგრამ ასეთ თოვლშიდაც კი რკინიგზა იწმინდებოდა ხოლმე და მატარებელი უფრო ხელმისაწვდომი იყო და ამაზე არ ჰქონდა პრობლემა. თქვენ ახსენეთ, რომ ადგილზე მუშაობენ, ხო, შესაბამისი სამსახურები, მათთან ჰქონდათ კომუნიკაცია, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, მაგრამ როგორც ხვდები და როგორც თავადვე აღნიშნეთ, რაოდენობა არ არის საკმარისი, ესეთია ოფიციალური პასუხი. მე ასე ვფიქრობ, რომ ესე იგი სოფლებში ითხოვენ, სოფლის მოსახლეობა ითხოვს, რომ თითო ტრაქტორი მაინც ყავდეს. ჭირდებათ ეს და თან აი შესაბამისი ტექნიკა არ არის მუხლუხოებიანი ტრაქტორებია საჭირო ის ბორბლებიან სპეციფიკური ტექნიკა ჭირდებათ ასე ვფიქრობ რომ ეს ტექნიკის უკმარისობა არის მიზეზი იმის რომ სოფლის გზები დროულად ვერ ხერხდება გაწმენდა ამ ძლიერი თოვის პირობებში.
მოხალისეებთან თუ გქონდათ კომუნიკაცია, თუ მოვიდნენ თქვენამდე ხარაგაულში, ჩვენ ვიცით რომ გურიაში მაგალითად უკვე ჩავიდნენ. არ მოსულან და სხვათა შორის რამდენიმე და ითხოვა კიდეც რომ ის მოხალისეები მაინც მოვიდნენ და მოგვეშველონ.